დღეს დაიწყო აგვისტოს ომის თემაზე ამ ეპიზოდის გარჩევა, მისული იყო ნოღაიდელი, მიიყვანილი ყავდათ ვაშაძე, კიდე რამდენიმე მაშინდელი მთავრობის ფიგურები იყვნენ. მოდი აი ნოღაიდელის კომენტარს მოვუსმინოთ და დავაკომენტაროთ. ჩვენ ფაქტურად უკვე ვიყავით შეარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც მოხერხდა მაშინ. როგორ მოხერხდა ამის მოგვარება, რომ გითხრათ დეტალები? ჩხუბით. ვისთან იჩხუბეთ? პრეზიდენტთან. და გთხოვთ გითხრათ, აი ამ პირობებში, როდესაც ეს კაცი ამ პოლიტიკას ატარებდა. მაგალითად ჩაიცვამდა სამხედრო ფორმას პრეზიდენტი და იტყოდა, რომ ყველამ უნდა ჩავიცვათ სამხედრო ფორმა და ჩვენ ცხინვალში შევხვდეთ დღესასწაულს. ეს თქვენი აზრით და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გქონდათ და რასაც ხედავდით. ამას აკეთებდა ის მარტო უხეშად რომ თქვა ერთი ირაკლი ოქრუაშვილის და მისთანების იმედად თუ გარედან იღებდა დავალებებს. სიგიჟესთან ქონდა საქმე. სიგიჟესთან რომ ქონდა საქმე, ამას მე მგონი დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ ქონდა თუ არა უცხოურ ზემოქმედებას ადგილი. აი ამ თემაზე ჩემთან საუბარი არასდროს არ ყოფილა, რომ ჩვენ გინდა არ გინდა იქ უნდა ან სადმე სხვაგან უნდა გვეუბნა. იყო თუ არა მასთან ასეთი საუბარი, არ ვარ ამის შესახებ საქმის კურსში. ანუ პატარა კომენტარს გავაკეთებ, სანამ განხილვას დავიწყებთ, რომ კითხვა, რომელზეც პასუხობს ეს ადამიანი, ეხება არა 2008, არამედ 2006 წელს. ანუ 2006 წელსაც ბევრ საერთოდ არც ახსოვს, მიივიწყეს. 2006 წელსაც ცხინვალის რეგიონში იყო გამწვავება, ინტენსიური ცეცხლი წელი 4 წელს. არა, 4-ს იყო და 4 ხო, მე არა, ამ შეფასებას 2004-ში იყო ინტენსიური და ეს შეტაკებებიც მოხდა და ეს პასუხობს მე 2006 წლის თემაზე, რომ 2006 წელსაც უნდოდა მიშას იქ რაღაცის გაკეთებაო და პირდაპირ ვეჩხუბეთო და ძლივს გავაჩერეთო. ანუ რატო არის ეს ჩვენება მნიშვნელოვანი რა? მაგალითად სურათი, რომელსაც ხშირად ხატავენ ხოლმე და მათ შორის აი ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერები ეგეთი არის, რომ უცებ თვალსა და ხელშუა არაფერი რო ამას წინასწარ არ მოასწავებდა 2008 წელს რუსები შემოვარდნენ აქ და ჩვენ მოგვიწია პასუხის გაცემა. და რეალურად ახლა ეს რასაც ყვება, რომ აი ჯერ მარტო 2004 წელს იყო შეტაკებები, მე 2006-ში მიშას უნდოდა იქ რაღაც ჩატარება და 2008-ში მოხდა ის რაც მოხდა. ეგ აჩვენებს, რომ მანდ ესკალაცია ორივე მხრიდან თან მიდიოდა გეგმაზომიერად და რა მესიჯებსაც აქედან ვუშვებდით ჩვენ, ანუ ქართული მხარე რა რიტორიკითაც იყო რა, ასე თქვათ, აქცენტებსაც აკეთებდა. მეორე მხარე ცალსახად მაგას ინტერპრეტირებდა, რომ ადრე თუ გვიან აქ სამხედრო კონფლიქტი მოხდებოდა. უბრალოდ 2008 წელს ჩვენ კარგად დაგეგმილ მახეში შევძვერით. ანუ მიშა იმდენად მიშას მაგალითად ხა პიჯაკების საქმეზე როა, პიჯაკების თუ კორუფციის საქმეზე როა სამართლებენ. ეგ რატომ გონია სისულელე? სააკაშვილი უნდა იყოს გასამართლებული ამაზე. ანუ კარგად მომზადებულ, წინასწარ დაგეგმილ, აი წრთნებს რო ატარებდნენ წინასწარ რუსები კავკასიონის ქედის მეორე მხარეს და ლეგენდა ამ წრთნების ერთ-ერთში რო იყო ის რაც მერე გააკეთეს და მაგ მომენტში რო ჩვენ მაგ გამზადებულ ხაფანში შევედით, მახე როგორი რაღაცა იცი, შენთვის რომ მოულოდნელია და მოწინააღმდეგე რომ მალავს. რუსები არც მალავდნენ კაცო. რუსები პირდაპირ ამბობდნენ, რომ თუ ჯარს დაძრავთ ცხინვალის მიმართულებით, ჩვენ ჩავერთვებით ამ კონფლიქტში. მანამდე რამოდენიმე თვით ადრე
რუსული ორი თვითფრინავი შემოფრინდა გორის რაიონში. ანუ დემონსტრაციულად შემოფრინდა ორი რუსული ბომბდამშენი და რუსებმა არც დამალეს, რომ ეს მათი განხორციელებული ქმედება იყო. და რო კითხეს, რატო გააკეთეთ თბილისში ცხელი თავების გასაგრილებლად. ივლისის ბოლოს, აი როგორც ზურამ აღნიშნა, სამხედრო მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობდა ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ლეგენდა იყო მაგ წვრთნების ლეგენდა იყო, რომ ცხინვალში ომი თუ დაიწყება, ამ ჯარს დავძრავთ და დავიცავთ იქ ოსებს. ანუ რაც დაარქვეს მერე ოპერაციას პრინუჟდენიაკ მირუ იმ წვრთნების სახელით პირდაპირ მინიშნება იყო, რომ ჭკუით იყავით, ეხა არაფერი არ გააკეთოთ. არა, ეგ ყველასთვის ნათელი იყო. მე ეხლა მოვძებნი მაგ ვიდეოს, ეგ ფედერალურ არხებზე მიდიოდა მაგაზე საუბარი და მაყურებელსაც ვაჩვენოთ. ამიტომ მახეც ცოტა ისეთი ნათქვამია, ხა ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დაერქვას, კაცო, ამ ხალხმა თავად წამოიწყო პროვოკაცია, რომელიც ძვირად დაგვიჯდა მერე ჩვენ. აი მე რა მაინტერესებს. აი ეგ სულკიანის აქცენტი ხო იყო, რომ გარედან თუ იღებდა ეგ რაღაცა გარანტიებსო და ნუ ამ ნოღაიდელმა ხო სწორედ თქვი გვარი ხო არა ნოღაიდელმა ეგ აისხლიტა რომ მეო არ გამიგია ეგეთი ხო ეხლა რომს გაგონილი ქონდა ხო არ იყო ეხლა ნოღაიდელი მაქსიმალურად ისე მოყვება ამ სხდომაზე რომ მე არაფერი არ ვიცოდი მიშა გიჟი იყო ჯერითი მან ის კითხვა შენ რატო იყავი მან პრემიერ-მინისტრი თუ მიშა გიჟი იყო ანუ მე ეგ ცოტა რა არ მესმის იცი ეს გამოხვიდე და პრემიერ-მინისტრი ხარ მეორე კაცი ხარ სახელმწიფო მე არ ვარ და არავინ არაფერს არ მეკითხებოდნენ ხო რა ვიცი ომი დაიწყეთ და შენი პასუხისმგებლობა არა გაქვს როგორც მინიმუმ ის პასუხისმგებლობა ბოკერი ეყვებოდა ამას წინათ თავის აი რაღაც პასუხისმგებლობებს ნაცების დროს მომხდარ მოვლენებზე და ყველაფერი როგორ მოყვა იცი აი რაღაცა ციხის ბუნტი და იქ რა მე არაფერს არ წვედი ერთი უბრალოდ დეპუტატი ვიყავი და კი იქ ციხესთან კი მივედი იქ იმ ღამეს და რაღაცა ლაპარაკი რომ მიდიოდა იმ ადგილზე ვიჯექი მაგრამ მე არ ვიღებდი გადაწყვეტილებებს და წავედი და მე იქ რაღაცა გირგვლიანის კვლელობა რო იყო რა ვიცი უბრალოდ დეპუტატი ვიყავი და ო ეხლა იქ იმათმა მოკლეს და ეს ნერაბიშვილი იყო ჩართული და ეს რა ვიცი ისინი წვედნენ და არაფერს შუაში არ იყო შენის პასუხი ეგრე იგება საკითხი ხო ეგრე დგება მაგრამ სულ ეგრე იყოს არაფერ შუაში არ რომც არ იყო არა და ერთ-ერთი მთავარი სპიკერი ხარ და გამправებელი ხარ ამ პროცესის ხო ჯუმანდიდან რომ წასვლის პასუხისმგებლობა თუ არ მიდიხარ და თანამებრძოლი ხარ ან რაღაცა კედელზე რო ასული ხარ და ერთი მიმართულებით ხმალ შენ იქნებ აი მაგისი მაგალითი ხო არის მაგალითად კობა დავითაშვილი რომელიც მაგათთან ერთად მოვიდა აი როცა ვარდების რევოლუცია მოხდა მაგათ გუნდში იყო კობა დავითაშვილი რამდენიმე თვეში გამოვიდა რომ შეხედა ეხეს მიშარეებსაც აკეთებდა და გადავიდა ოპოზიციაში და რავი ხა ეს ხალხი თუ ხედავდა რომ მიშა გიჟი იყო და ეგეთებს აკეთებდა რავი ეგენიც ეგრე მოქცეულიყვნენ ხო ერთი კითხვა ხო არსებობს აი ჩვენთან თქვენ რას გააკეთებდით სხვანაირად თქვენ რას იძახით განსხვავებულს აი ну ხო გასაგებია რომ ну მახე მაინც იქიდან ხო იყო დაგებული მახე თუ არა საკითხი ისე იდგა რომ ну რავი ის ტერიტორიები ოკუპირებული იყო და ხო აბა რა უნდა მათ ინტერესში ხო იყო რომ ამაში შევსულიყავით და მე რაღაცა დაერტყათ პირობითად ან ხო დაგვარტყეს ფაქტია და რაღაც საერთაშორისო და ზოგადად მორალური ნორმების გადაბიჯება იყო ეგ ფაქტი ხო რა შეიძლება საქმე მით უმეტეს თუ საკითხს ეგრე უყურებ რომ ყველა შემთხვევაში რუსეთი გიმზადებს დარტყმას. აი ყველა შემთხვევაში და ბოკერია და ეგ ფლანგი მაგ ნაცები მიშა ეგ ფლანგი მაგ ვერსიას ავითარებს ანალიზის დროს ამბობ საკითხს აყენებენ ეგრე რუსეთს ყველა ვარიანტში უნდა შემოგიტეს. ხო რატომღაც ბოლომდე ვერ გიფყრობს რა. მან კიდე ერთი კითხვა არის ანუ აი მაგას უეჭველი რუსეთს შემოვარდება 2004-ში თუ დაიწყო სროლები და არ შემოვარდა. თუ აი ეს როგორც ყვება 2006-ში აპირებდა მიშა რაღაც გაკეთებას და გადააფიქრებიეს და 2006-ში არ მოხდა. რავი, აი 2008-შიც რო სხვანაირად მოქცეულიყავით და არ შემოვარდნილიყო 2008-ში. ეგება ვაფშე აგვეცილებინა ეგ მითავდა. ეგ ეხა არ არის რელევანტური კითხვა? რა თქმა უნდა, ოღონ აი დაუშვათ ვერ ვიცილებთ. აი
მეორე მხარე დაჟინებით ამტკიცებს იმას, რომ აი არც უკრაინის ომი არ იყო აცილებადი, არც ჩვენთან ომი არ იყო აცილებადი და უბრალოდ იმას უნდა ომი და მაგას გაიტანს თავისას, ხო? ბიჭო, ჩვენ რას ვიძახით? თუნდაც ეგრე იყოს. მან ხო ყველაზე ლოგიკური საინფორმაციო ომისთვის, შენი მორალური პოზიციების გამყარებისთვის, საინფორმაციო უპირატესობისთვის მაქსიმალურად ისეთი რიტორიკის დემონსტრაცია ხო მან ყველაზე ლოგიკურია, რომ ხალხო მე მხოლოდ მშვიდობა მინდა, მე არაფერს მშვიდობის გარდა არ ვაპირებ და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გარდა ამ მიმართულებით არ ვაპირებ და თუ რამე მოხდა, ესე იგი თავს დამესხნენ. აქ არის მიშას დროინდელი მინისტრების საუბრები. რატოა ეს მნიშვნელოვანი, ხო? მიშას დროინდელი პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი ამბობს, რომ მიშას ძლივს ვაჩერებდით კონფლიქტი რო არ დაეწყო, ხო? ვჩხუბობდით და ვაჩერებდით. ეხლა ამას გარედან ავალებდნენ თუ შიგნიდან იყო, რა ვიცი, ეხლა მიშას პრემიერ-მინისტრი იძახის და მე რას მიმტკიცებს ეხლა ეს რაღაცა მიშისტური მხარე, ჩვენ რას უნდა ჩვენ ვარჩიოთ, აგერ იძახის პირდაპირ. თქვენ მინისტრს კითხეთ, რა ვიცი ხო. მეორე მინისტრი, მიშას დროინდელი, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლია ქვია, გრიგოლ ვაშაძე საუბრობს იმაზე, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა კონფლიქტის ზონაში, რომ ომი იწყებოდა და უნდა გამოსულიყო. რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა. რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთ. და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგყავს მოსახლეობა. აი ტექსტ დაუკვირდი რა, ანუ რუსებს ოსები გაყავთ და შენ რო საქართველოს მთავრობამ რო ქართველები გამოიყვანო, შთაბეჭდილება არ შეიქმნას რომ ომისთვის ვემზადებით და ბიჭო შეიქმნას მაგის დედაცვატირე, რავი, როგორ ომისთვის რომ ემზადებოდით, როგორ იქნებოდა, იცი, შთაბეჭდილება, მართლა ეს მიშა რაღაცებს ჩაიცმევდა ხოლმე და ახალ წელს იქ შევხვდებით. მაგითი არ იქნებოდა ომისთვის ვემზადებით განწყობა? ოქრუაშვილი რო ლაპარაკობდა, ეგ არისო მის განწყობაზე? ანუ ეგ როგორ ისა, ბიჭო, ხალხია იქ, ცოცხალი ადამიანები არის და ისე რანაირად მოხერხდა, რომ რუსებმა მეტად ინერვიულეს ოსების გადარჩენაზე, ვიდრე ქართველებმა ვინერვიულეთ ქართველების გადარჩენაზე. აი, ეგ რანაირად მოხერხდა. იცი, ეს დემონსტრაციულად ამ რუსეთს და მაშინ კარგად მახსოვს მთელი ეს რუსული მედიები ჩავიდნენ ცხინვალში და მართლა დემონსტრაციულად ამბობდნენ, რომ ომი იწყება და ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობდა. და ამას რატო აკეთებდა რუსეთი ეს დემონსტრაციულად? ანუ იქ რატო იყო მინიშნება, რომ ომი იწყება, ხალხი უნდა გავიყვანო და საქართველოში რატო არ იყო ამაზე რეაგირება? საქართველოში რატო იყო პირიქით არ იწყება. ხო, პირიქით 7 გარემო. ხალხი არ გააფრთხილდა. ანუ დაზვერვა თუ გეუბნება, რომ რუსები აპირებენ ომს. რა დაზვერვა ტელევიზორ ჩართავდი ნებისმიერ რუსულ არხს და მაღაზე მიდიოდა. ხო, მაგრამ ესენი ხო რაღაცა ისე, აი, დაზვერვა ხო ყავდა. სერიოზული დაზვერვა. ხო, ნუ რაც რანაირად ყავდა. შენ ხო იცი უკვე, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება. და სოფლები რატო არ გაგყავს? მე გეტყვით, კაცო, რატო არ გაგყავდათ? სინამდვილეში ხა აი გულწრფელად რო თქვა, თქო, ეგ ძალიან ძიმე რაღაცა არის. სინამდვილეში ამათ უნდოდათ და აწყობდათ, რომ იცი, მაგათ პატრონებს აწყობდათ, რომ ერთი სვერპლი ყოფილიყო. რაც უფრო დიდი სისხლი დაიღრებოდა, მით უკეთესი ამოწანა ეგ იყო. რუსებმა ცხინვალი დაცალეს. ცხინვალი საკმაოდ დიდი ქალაქი არის, ნუ სოფელი არა ყოველ შემთხვევაში, ქალაქია რა. ცხინვალი დაცალეს, ანუ ჩვენი ჯარი იქ რო შევიდა უკვე,
იქ შეიარაღებული ხალხი კი იყო და რაღაც корпуსებიდან ცეცხლს უხსნე კადრები, ვისაც აქ ნანახი ხა. მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაყვანილი იყო უკვე იქიდან. და ჩვენი სოფლებიდან ხალხი არ გავიყვანით. და რატო არ გავიყვანით? მაგაზე პასუხი არის, რომ სინამდვილეში ამათ ჭირდებოდა და უნდათ, რომ რაც მეტი ქართველი მოკვდებოდა მანდ მაგომში. მეტი იმ ამოცანისთვის სპეკულაცია, ანუ იგივე ხალხი, ვინც ეს ჩვენთვის ეს წაგება მოაწყო. ხო დღემდე აი ამ თვითონ რაც მოაწყო, მაგ ენერგიაზე, მაგ ტრამვებზე ხო დგას, კაცო. თვითონ ხო манипуლირებენ და სპეკულირებენ იმ წაგებული ომით, იმ დაკარგული ტერიტორიებით, რაც თავად გააკეთეს. რუსულ მედია სივრცეში რა ტიპის სიუჟეტები? არის 2008 წლის ერთი თვით ადრე. 7-15 ივლისი. თვეზე ნაკლებით ადრე. ეს ხმა არ გათიშული შოთა მოგონი? ნახე აბა. И сегодня на юге России начались масштабные антитеррористические учения «Кавказ-2008». В них участвуют тысячи военнослужащих, сотни танков, десятки самолетов и вертолетов. По сценарию военные отрабатывают действия в специальных операциях, цитата, по принуждению к миру в зонах конфликтов. ანუ ეს არის ერთი თვით ადრე, სანამ აგვისტოს ომი დაიწყება და სიუჟეტი არის ესეთი, რომ რუსეთის სამხრეთში ათასობით ჯარისკაცი ვარჯიშობს სპეციალური ოპერაციების ჩატარებაში, შვიდობის იძულების ოპერაცია. ანუ რას მერე დაარქვეს საქართველოში შემოჭრის ოპერაციას პრინუჟდენია к миру, ანუ შვიდობის იძულება, მაგ სახელის მწვრთნები ტარდება ერთი თვით ადრე ჩრდილოეთ კავკასიაში და ეგ ჯარია მერე რომ დაიძრება აქ. და გასაგებია, კაცო, პირდაპირ სცენარი არის, თან ისე კი არა, რომ აი ჩვენმა დაზვერვამ, ესე ჩუმად ვიღაცა თებში მიცოცხლდა და დურბინდით გაარკვია, რომ ეხება, არა, პირდაპირ რუსეთის ფედერალურ არხებზე მიდის სიუჟეტი, რომ როიცადეთ ხალხო, აი ამაზე ვავარჯიშებთ ჯარს და ამას ვიზამთ. საერთოდ გაგრძელი. ეს კიდევ მეტი შეიძლება არ გავა. აი კიდე ერთი ვიდეოა მე, აი კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით. მოდი ეგეც ვაჩვენოთ. მე საერთოდ ამ კომისიასთან რა პრეტენზია მაქვს? მოდი ამას ვუყუროთ. სამომასწორებმა გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს მთელ რეგიონში. ხო, აი ეს ხდება 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოა. ანუ კითხვა რა. ანუ რუსეთს არავინ არ ახსენებს, ანუ ხო. რუსეთმა თუ შემოგვიტია ეს ამას რატო ლაპარაკობს? აი ერთხელ კიდე გავუშვი გეხვეწებით. მან სიტყვებს მნიშვნელობა აქვს რა. ერთ წამი გავუშვით რა. გამოვიტანთ ეგანს. სამომასწორებმა გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს მთელ რეგიონში. ტექსტი არის ესეთი: ძალოვანმა სტრუქტურებმა გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს მთელ რეგიონში. ცოტა როგორი განწყობა იქნება, იცი? რაღაც საპოლიციო ოპერაცია არის რა. არა, ომი ნუ აი რაღაც ოპერაცია, მაგრამ ამად გადაწყვიტეს, ანუ ნიშად თავრობამ გადაწყვიტა სამხედრო ძალით აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იქიდან გვიტევენ რუსები და თავი დავიცვა და ხალხო გადით ამ ტერიტორიიდან რუსების ჯარი შემოგვიდა. თელ კაცობრიობას რო ეუბნები, ხალხო, რუსეთი თავს რუსეთმა შემოგვეტია მთელო ცივილიზებულო სამყარო დაგვიდექი გვერდით რუსეთები თავს დაგვეს. ხა ეგ ტექსტი კი არ არის. ეგ ტექსტი დაიწყეს მეორე დღეს, სადღაც 8 აგვისტოს 3 საათზე. როდესაც გაირკვა, რომ რუსეთი მართლა ჩაება უკვე კონფლიქტში. ეგ ტექსტი, ეგ პლასტინკა შეცვალეს მეორე დღეს, თორემ მანამდე გვილოცავდნენ, კაცო, გამოდიოდა სააკაშვილი და ის დედიკოს ბუშტი რო იყო ვიღაც ერთი უტიაშვილი. და ეს ავიღეთ, თან ყველაფერი ტყუილი, არ აგვიღია ჯერ ერთი ბოლომდე ცხინვალ, ეგეც ტყუილია, ტყუილად ჩახოცეს ხალხი ამ იმებში, ბოდვებში და ამ ტყუილებში. გაიყვანეს ერთხელ, ისევ შეიყვანეს, სრული ქაოსი. მთელი ჯარი შეიყვანეს ერთ პატარა ქალაქში. ცხინვალში შეიყვანეს, რაც კი ჯარი ყავს. ეგ საერთოდ არ იყო, კაცო, სამხედრო თვალსაზრისით
რუსეთის შეიარაღებული აგრესიისგან თავდაცვის ოპერაციას კი არ ახდენდნენ ეგენი. ეგენი ახორციელებდნენ. რაც თქვა მაგას ახორციელებდნენ. მთელი ჩვენი ის სპეცოპერაცია, რაც განვახორციელეთ, რომელიც თავიდანვე განწირული იყო წარუმატებლობისთვის და მარცხისთვის. მან საერთოდ რუსეთი გათვალისწინებული არ იყო. ჯარისკაცებსაც მაგას ეუბნებოდნენ. თან ყველაზე დიდი მსხვერპლი ჩვენმა ჯარმა მიიღო, სხვათა შორის მეოთხე ბრიგადა მიიღო ცხინვალთან, როდესაც 2 ბატალიონი წამოწვა ასე და რუსულმა ავიაციამ კასეტური ბომბებით დაბომბა. და ის დანაკარგებიც რატომ მივიღეთ? იმიტომ რომ იმ ჯარისკაცმა არ იცოდა. არც ბატალიონის მეთაურმა არ იცოდა, რომ შესაძლებელია რუსეთი ჩაებას. რო ეგ რო ყოფილიყო ნათქვამი ჯარისთვის, რომელი გიჟი დააწვენდა 1000 კაცს იმას ღია ეთის ქვეშ. მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტავი, ანუ ჩვენი მთავრობის დაქვემდებარებული სტრუქტურის მაშინდელი წარმომადგენელი, რომელიც საუბრობს იმაზე, რატო არ გააფრთხილეს თუ არა იქ მოსახლეობა აი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. Буда უკვე გორის ტერიტორია, იბომბებოდა უკვე ეს სამხედრო ქვედანაყოფები აი ტყვიავის მიმართულებით, რაც იყო ჩვენი კოლონები. ფაქტია, რომ უკვე ვიყავით ძალიან ცუდ სიტუაციაში. ახლა მე არავის ჩემთვის არც ის უთქვი, არც ხელმძღვანელის მოადგილეს და ველოდო არც არაფერი. ტელეფონები ჯერჯერობით იჭერდა. კიდე გითხარით ინტერნეტი არ იყო. დავრეკე, არ ვიცი, ეს რატომ მომაფიქრა ეს ხდება ადამიანი ინსტინქტებით რომ უკვე იქცევი, იმიტომ რომ არც მიფიქრი ამაზე, დავრეკე ქურთის ავადმყოფოში, საჩქაროდ დაცალეთ და გადმოდით გორისკენ. მანქანები ყავდათ, იყო რა ქვია, სასტრაფოს მანქანები ყავდათ სამავადმყოფოს და პირადი მანქანების და მნიშვნელოვანი ის იყო რომ იქ ადგილობრივები იყვნენ ძირითადად ექიმები და მედპერსონალი, ძირითადად. ერთი ყავდა მარტო თბილისიდან. ავტომატურად ეს ადგილობრივი მოსახლეობა გავრცელდა იქ, იმიტომ რომ მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ და ეს ეტაპობრივად მოხდა, მე მივხვდი უკვე იმ მომენტში არ მიფიქრია. გავაფრთხილე ესენი დაცალონ, გავაფრთხილე ჩემი თანამშრომლები, ვინც იქ იყვნენ დარჩნენ. ჩვეულებრივი თანამშრომლები, ესენი გავარჩქარა დაცალეთ და ვრეკავდი ავნებში. მე რუსები რო შემოვიდნენ, შემოყვნენ მე მარადიორები და დაიწყეს ძარცვა, ხოცვა, ჟლეტვა ამ ხალხის. იქიდან 71 არის გარდაცვლილი, რომელიც გარდაიცვალა არასამხედრო, მე ვამბობ რიგითი მოქალაქე. ეს რომ არ მომხდარიყო და რაღაც გაფრთხილების დონით იმ 8-ში და 9-ში ფიქრობ რომ მეცხრებს მივიღებდით. რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა? რატომ არ გახორციელდა ევაკუაცია? ანუ მე დასკვნა ის მქონდა და დღესაც იგივე მაქვს, გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ბუნებრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და იქ ვინც ფუნქციონირებდა ის რეგიონი მთლიანად. აი, ომია დაწყებული და მოსახლეობას მაშინაც კი არავინ არ შეეტყობინა რომ გამოდით. ანუ ეს ადამიანი დასავლეთ, მე ადგილზე პირადი ინიციატივით განკარგულება რო არ გამეცა, ქურთის ავადმყოფო დაცლილი არ იქნებოდა. ანუ ამა ხო ეგ თქვა, წარმოგიდგენ რაღაც ომის პირობებში თან მოკლედ აი მე რა მინდა რომ პატივცემულო მაყურებლებო გაიგოთ, იცით? ბევრს ომი წარმოუდგენია რაღაცა ჰოლივუდის ფილმის სცენარად და თავი წარმოუდგენია ხოლმე მთავარ გმირად და მე მინდა რომ ერთი რაღაცა გაიგოთ ყველამ, განსაკუთრებით აი იმ პროდასავლელებმა, რომლებიც ცოტა იმ განწყობაზე არიან, რომ აბა არ ვიომოთ, აი ხო არის ვიღაც ეგეთებიც, ყავს ეგეთებიც რა. ხო და აი სინამდვილეში ომი რანაირად გამოიყურება აი ამ ადამიანის მონაყოლიდან ცოტა კარგად ჩანს, რომ ფრონტი დაიშალა, რუსები მოდიან, უკან მოყვებიან მარადიორები, ძარცვავენ, წვავენ და კლავენ. და აი ვიღაცას ადგილზე უბრალოდ თავში მოვიდა, რომ აი საავადმყოფო გამოიყვანეთ და მაგითი დაიწყო ევაკუაცია და სადღაც არ მოუვიდა ვიღაცას თავში.
ის კი არა რომ აი რაღაცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველაფერი დათვლილია, გააგზავნეთ, გამოიყვანეთ, აქ მომზადებული ადგილი, ეგრე კი არ არის. არის ქაოსი, ბარდაგი, იდიოტიზმი, დანაშაულებრივი იდიოტიზმი და ამიტომ ხსნით ომი უნდა აწარმოს სახელმწიფო, როცა მაგისი თავი აქვს. ცხადია, ჩვენ ეხლაც გვაქვს მაგის უფლება, იურიდიული თვალსაზრისით, საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე და მორალური თვალსაზრისით. ჩვენ რო ეხლა შეგვეძლოს სამხედრო, ასე ვთქვათ, ძალით და სამხედრო რესურსებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მერწმუნე ომიც არ დაგჭირდებოდა. აი მერწმუნეთ, როგორც კი რუსები ჩათვლიდნენ, რომ მაგ რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით მაგ ტერიტორიებს ვეღარ შეინარჩუნებენ და შეიძლება წააგონ. მერწმუნეთ, ომიც არ დაგჭირდება, თავად დაგვიწყებენ მოლაპარაკებებს, როგორ ერთმანეთთან რაზე მოვილაპარაკოთ. ამიტომ ეგ არის ჩვეულებრივი манипуляცია. აქ საუბარი იმაზე, რატომ წამოიწყეთ თქვენ ისეთი კონფლიქტი მოტყუებით, საკუთარი ჯარისკაცების შეცდომაში შეყვანით და პლუს იქ ადგილობრივი მოსახლეობის ჩატოვებით წინასწარ განწირულ ომში, სადაც თავიდანვე გასაგები იყო, რა ვიცი, 10 წლის ბავშვისთვის გასაგები იყო, რომ ეს კონფლიქტი და ავანტურა დამთავრდებოდა იმ შედეგით, რა შედეგითაც დამთავრდა.